მხედველობის აღდგენა ხალხს წარმოუდგენია როგორც რაღაც წამიერი მოვლენა, რომ ჰოპ და დაინახე და ეგრევე რა ვიცი, გავარდი სადღაც, მანქანის მართვის მოწმობა უფლება მოიპოვე, ანუ ვერ წარმოუდგენიათ, როგორი რთული შეიძლება იყოს ეს პროცესი. ბევრს საუბრობენ ახლა ილონ მასკის და ნეიროლინკის ახალ გამოგონებაზე, რომელიც პირდაპირ რაღაც მოწყობილობას დააკავშირებს ტვინთან და შეცვლის მხედველობის ნერვის საჭიროებას. მაგრამ აქ იქნება და დაისმევა უამრავი კითხვა. იმიტომ რომ ჯერთი როგორი იქნება ამ მოწყობილობის აღქმის ხარისხი. ჩვენ მხედველობა ხო რაღაც აბსტრაქტული, უბრალოდ სათქმელად კი არ გვჭირდება, რომ ვთქვათ, რომ მე დავინახე, ჩვენით გვჭირდება იმისთვის, რომ მაგალითად შევძლოთ დამოუკიდებლად გადაადგილება, წერა, კითხვა, ბრტყელი შრიფტით, ადამიანების სახეების ამოცნობა, ანუ დამოუკიდებლად ცხოვრება და ყველაფერი იმის კეთება, რასაც მხედველი ადამიანები აკეთებენ. იგივე ტემპით, ხო, საშუალო სტატისტიკური ტემპით და იგივე ხარისხით. მე პირადად ამისთვის მჭირდება მხედველობა. რო გავიხსენოთ კოხლიარული იმპლანტების მაგალითი, ეს არის მოწყობილობა, რომელიც ტვინში ინერგება და ტოტალურად სმენის არ მქონე პირებს აძლევს საშუალებას, რომ რაღაც დოზით დაიბრუნონ სმენა. ოღონდ ეს მოწყობილობა პრაქტიკა მაჩვენა, რომ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ოპერაცია, სადღაც 1-2 წლის ასაკში, ანუ ძალიან პატარა ასაკში, რომ მან მოასწროს მოსმენილის აღქმის სწავლა. და ოპერაცია მარტო კი არ ყოფნის და ესე კი არა, რომ ხა არაფერი არ მესმოდა და უცებ ყველაფერი გავიგონე. მაგას მე ხანგრძლივი რეაბილიტაცია ჭირდება, რომ იმან კიდევ ერთხელ გავმეორდები ისწავლოს მოსმენილის აღქმა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მით უმეტეს ახლად გამოგონილ და ახლად შემუშავებულ მოწყობილობებს როგორი ბატარეა ექნებათ, როგორი შანსია რომ ის გადაიწვას, რომ რაღაც მოუვიდეს. ამიტომ, როდესაც ასე გვეუბნებიან, ნუ გეშინიათ აგერ ცოტა ხანში დაინახავთ, მით უმეტეს მე, რომელიც უკვე 31 წლის ვარ და 32-ის ვხდები, არის ძალიან არარეალისტური ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე. ეხლა რამე რომ გამოიგონონ, რა თქმა უნდა, ბავშვებს, პატარებს ბევრად უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ ეს კარგად აითვისონ და გამოიყენონ, ვიდრე ჩვენ ზრდასრულებს და თან კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მე მაგალითად არ მაქვს სურვილი, რომ ჩემ თავზე ექსპერიმენტები ვიტარო და ვამოწმო რა მომივა იმ რაღაც მოწყობილობის დამონტაჟების შემთხვევაში. იმაზე არაფერს აღარ ვიტყვი, თუ რამდენი ხანი და რა ბრძოლა დაჭირდათ აგერ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებს, რომ ახალი მედიკამენტი, რომელიც ფაქტობრივად სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, შემოეტანათ და ისიც რომ ყველა მედიკამენტი კი არა, ნახევარი მოთხოვნილის ნახევარიც არ არის ჯერ ქვეყანაში შემოტანილი. ამიტომ ამ ყველაფრის ფონზე ძალიან გადამეტებულია ეს საუბრები, რომ მალე დაინახავ. დიუშენის სინდრომთან ეს თემა იმიტომ შევადარე, რომ რა თქმა უნდა თავდაპირველად, როდესაც რაღაც ტექნოლოგია ეშვება წარმოებაში, ის საკმაოდ ძვირი ჯდება და ეხლა ანალოგიურად ჩვენც დაგვჭირდება თეორიულად ესეთი რაღაც რომ გამოიგონონ სახელმწიფოს დაფინანსება, რომ ეს მასობრივი გახდეს და ეხლა კიდევ ერთხელ გავმეორდები აგერ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის რამდენი ომი იყო საჭირო, რომ პროგრამაში ჩაესვათ და თქვენ წარმოგიდგენიათ უსინათლოებს რამხელა ომის და ბრძოლის გამოვლა დაჭირდებათ და როდის მივა ჩვენი სახელმწიფო იქამდე, რომ მსგავსი ინოვაციური ხელსაწყოები დააფინანსოს.